მოგებით ყველას. მოკლედ დღეს ვართ მდინარეზე, სათევზაოდ კალმახზე. ჩემთვის უცხო ადგილას ვარ, პირველად ვარ საერთოდ. აი ახლო-მახლოშიც კი არ მაქვს ნათევზავები და ძალიან მაინტერესებს როგორ იქნება პირველ რიგში წყალსაღვნიშნავ, რომ წყალი საკმაოდ კარგია. ჩქარი წყლები დამხვდა. მაგ რა თქმა უნდა სატუარები ყველანაირი და იმედია გაგვიმართლებს და იმედია ამ ძალიან ლამაზ ადგილას იქნება კალმახი. რაც შეეხება ინვენტარს, უცებ გეტყვით, დღეს ვითევზავებ მე Feyboard-ის X1-ით, ესა X1-ის ახალი მოდელი, 1.5-დან 7 გრამამდე ტესტით. სიგრძე 2 მეტრიდან 0.3. Moderate fast-ია წყობით. აი ეს ჯოხი მიყვარს ძალიან მაგრად. ეს ბიუჯეტური ჯოხია, დაბალფასიანი ჯოხია, მაგრამ ძალიან მეკომფორტულება ეგ ჯოხი. ამ ჯოხი რავი, ძალიან ბევრი თევზი მყავს დაჭერილი, ალბათ 2 ტონა მაინც. ძალიან მაგარი ჯოხია. რა თქმა უნდა, მე ძალიან ძვირადღირებული ჯოხებიც მაქვს, მაგრამ ამ ჯოხით არანაირ დისკომფორტს არ განვიცდი ხოლმე. სტრიმის ჯოხია მდინარეში, შამაიაზეც მაგარია, ქაშაბზეც მაგარია და ესეთ ჩქარწყალში კალმახზეც მაგარია. ანუ ძალიან მაგარი უნივერსალი ჯოხია მდინარის თემაში. რაც შეეხება სატყუარებს, სატყუარები მაქვს ბევრნაირი. მე დავიწყებ Select-ის ტრიალით. თქვენ ანუ ჩემი ვიდეოებს ვით უყურებს, გეცოდინებათ Select-ის ტრიალა Helix-ი. ეგ არის ძალიან ჩქარი წყლის ტრიალები. ამ ეტაპზე ვიყენებ 5 გრამიანს, ანუ 5 გრამიანი არის ყველაზე მაგარი მოდელი საშუალო დინებაშიც და ჩქარწყალშიც. დავიწყებ Helix-ებით, მაგ ამის გარდა სხვა ფერებიც. ამის გარდა რა თქმა უნდა მაგ ვობლერებიც გაჩვენებთ, ყანყალებიც და ასე შემდეგ. მაგ ბევრი ტრიალები არის, ბევრი ვობლერები, Select-ის სპრინტები, Select-ის პრანკებიც, აი. ახლა ამათგან ბევრი მათგანი მაქვს სამკავებზე, რა თქმა უნდა შესაძლებელია. ან თუ დამჭირდება ეს მოდელები მაგ ნემსკავების ცალკე, კალმახზე ჩვენ უნდა ვითევზავოთ აუცილებლად ცალკავით. და აუცილებლად უნდა იყოს უენო ნემსკავი. ანუ სამკავებით ევზაობა კალმახზე აკრძალულია. ახლა ესენი ქაშაბზეს მუშაობს და მე აი მაქვს ძალიანებსაც აწყობილი, აი ეგეთი უნდა იყოს კალმახზე როცა ვითევზავებთ. რა თქმა უნდა შეუცვლით ამათ. ანუ ძირითადი ჩემი თევზაობა იქნება Select-ის ვობლერების სპრინტები და პრანკები და ტრიალებით იქნება ჩემი თევზაობა იაპონური ფირმა იარის ტრიალები და Select-ის ტრიალებით. რა თქმა უნდა მე ამის გარეშე არსად არ დავდივარ, ეს არის SOS ყანყალები და SOS ყანყალები, რადგან დინებებია, დღეს მაქვს წამოღებული მძიმე მოდელებიც აუცილებლად დაგჭირდება, ძირითადად მძიმე მოდელები დაგჭირდება, მე ვიტყოდი, აი SOS ჩანთაში აჩვენებთ ვარემ ამასაც და დავიწყოთ. ბევრი არა მაქვს, ამას არ ვეძახი ბევრს, ანუ კარგი არსენალი მაქვს, თევზი მომსვლელი თუ აყანყალაზე უეჭველი მოვა ამათგან. ანუ აქ მაქვს წონები 3-დან 3.9 გრამის ჩათვლით. დავიწყებ ახლა თევზაობას, მეჩქარება. ერთი სული მაქვს, აბა რა ხდება გავიგო, ნახო. იმედია გაგვიმართლებს და კაი თევზაობა გამოგვივა და ამხელა გზა ტკილა არ გამოვიარეთ, იმედია. დავიწყოთ. არის აი ეს უკვე კარგი არის, იმიტომ რომ პირველი ნიშანი თევზის ეს კალმახია. აი ძალიან ლამაზი, პატარა ზომის. რა თქმა უნდა ამას ანუ კალმახს მშრალი ხელით არ უნდა შევეხოთ. მე პირდაპირ გავუშვებ ხოლმე. რამსთავარია პირველი დავიჭირეთ, ესე იგი თევზი არის და ყველაფერი ჩვენზეა უკვე დამოკიდებული. ძალიან თხელი წყალში დაჯდა, ანუ ჯერჯერობით ვერ მოვადექი კარგ ადგილს, სულ თხელი წყლებია, მაგრამ რა თქმა უნდა იქნება კარგი ადგილები და იმედია დიდსაც მოვატყუებთ. ყველაზე სასიამოვნო ფაქტი ჯერჯერობით ის არის, რომ სატყუარა უნდა, ანუ Select-ის Helix-ი და კალმახი არის. პატარა რადგანაც დავიჭერეთ, ახლა უფრო კარგი ზომებიც რა თქმა უნდა იყოს.
არის აი ოპა შენ გალმახი ეგეც პატარა ზომის ძალიან ლამაზი გალმახია ესე აი გავუშვათ წავიდა ну ჩვენი სელექტის ჰელიქსი როგორც ყოველთვის პატივს გვცემს მოგწოლოთ აბა ძალიან ბევრი ადგილი იქნება ხარ რა თქმა უნდა ისეთი სერიოზული ადგილები და ნელ-ნელა გავერკვევით რა ხდება გამოვივლით ჯერ კიდე აქვე ვართ აი მანქანა აქვე გავაჩერეთ და პრაქტიკულად ერთ ადგილზე ვართ ჯერ მოდი ახლა მე შევცვლი ფერს ანუ იგივეს დავაყენებ მაგრამ მინდა ვერცხლის ფოთოლით რო ვცადო აი ამას დავაყენებ ნუ სამ კავს შევუცვლი ძალიან კავს გადავიყვან და დავაყენებ აი ეგეც ვცადოთ აი ეს ძალიან უენონე მსგავი ეგეც 5 გრამია ანუ ოქროს ფერზე დავიჭირე ახლა მაგრამ ვერცხლს უნდა ვცადო იქნებ ვერცხლი უფრო უნდოდეს ყველაფერი უნდა ვცადოთ ერთ სიტყვით აი ეგ აბა გავუშვათ საქმეში გამექცა არის ოპა ეს კარგი ზომა აი თუ არ არის კარგი ზომებიც ოპა მოდი აი არ გაიქცე კარგი შვებისადაც ეს ძალიან მაგარი აურა მაგარია აი თუ არ არის კარგი ზომები ეს ძალიან ისეთი საპატიო ზომის გალმახია ნამდვილად გავანთავისუფლოთ ეს დაждდა უკვე ვერცხლისფერ ჰელიქსზე ძალიან ლამაზი გალმახია ძალიან ლამაზი გადავუღებ სურათს და გავუშვათ დროულად ხელს თუ მოგიდებთ გალმახს აუცილებლად ხელი უნდა დავისველოთ და მხოლოდ მაგ დროს შეგვიძლია უკვე ხელითაც შევეხოთ აი ეგეთ გავუშვათ დაუბრუნოთ თავის ბუნებას გამრავლდეს მერე მოვალთ უფრო ვისიამოვნებთ კარგი იყო კარგი ზომა იყო იმედია გაგრძელდება ესე არის აი როგორი ჩქარი წყალია აი ძალიან სასწაული ჩქარი წყალია და საოცარია ეს ტრიალა რანაირად ახერხებს ასეთ სასწაულ ჩქარ წყალში დგომას ძალიან პატარა ლამაზი გალმახია მოდი ამას უცებ გავუშვებ არა ვაწვალოთ წავიდე აი ბრაუ რა სელექტის ჰელიქსი სასწაულ ჯოხი 7 გრამამდე ახლა ეს ჯოხი და დინებაში ჯოხი ძალიან იძაბება, იღუნება ჯოხი წნეხშია სასაულში და ტრიალა ტარდება 5 გრამიანი ჩვეულებრივად თითქოს არაფერი ისე ტარდება ესე დინებაში. ესე დინებაში ხა სტრიმის ობლერს თუ დააყენებ ძირვაც. და მე ტრიალი თებზავ. ძალიან მაგარი ტრიალაა. ვაი არის ტრიალა ვცადოთ.
არის არის ოპა ეგ წითელი იარიზე დავიჭირეთ გავუშვათ უცებ დროულად წავიდა დავსვით ეგეთ იარიზე 3 გრამ ნახევრიანზე არის აი მორიგი იარისგან ესე ძალიან პატარა ახე რაზომა ნახე რა პატარა ეს რა არის აი ჩანასახი კალმახის აი რა პატარა ძალიან პატარა გავუშვათ წავიდა შენიერ კარგია გართობა მაინც კარტობაში გამოვდის მაგრამ ისეთ საჭიდაო ჯერჯერობით არ დაგვიჭერია არის აი მორიგი ისე პაწაწუნა კალმახი დავიჭერეთ ეს უკვე სვეს კოკეტკაზე 3.8 გრამი აი ეგეთი პატარა ამას გავუშვებ ახლა უცებ 8 წვალებისე წავიდა კოკეტკა მოეწონა მეტაპზე ჯერჯერ ეს არა და კარგი ადგილი ჩანს საკმაოდ პერსპექტიული ადგილია მაგრამ გამიკვირდა ხარ რომ ერთი ცალი დავიჭირე და ისე ძალიან პატარა და თან კუთხეში ანუ კუთხეში მომწყდეული პატარა დაშინებული თევზი აი ეხლა მოვადექი ძალიან მაგარ ადგილს აქ თუ კალმახი არა მე არ ვიცი აქ ამ მანძილზე ხა დაახლოებით 100 მეტრია აქ თუ ერთი კალმახი ვერ დავიჭირე თევზობა არ უნდა გააგრძელო იმდენად მაგარი ადგილია ხა აქ მოკლედ რაც უფრო ავედი ძევით აქეთ სულ გაფუშტა სიტუაცია საერთოდ არ მოდის საერთოდ 1 საათი ნახევარი ხა დავდივარ ერთი ჩარტმა არ ქონდა არც მე და არც ესტატეს მოსალოდნელი იყო, მაგრამ მაინც თევზო ვიჭერდი ქვევით, იმედი მქონდა რომ გაგრძელდებოდა. არა არის კარგი სიტუაცია მდინარეზე. ერთი იმითი გავერთე რომ ძალიან მაგარ ბუნებაში ვიარე და ძალიან მაგარი იყო. თევზი დავიჭირე დაახლოებით 11 ცალი კალმახი დავიჭირე მე და ესტატემაც დაახლოებით მასე 10-ის ფარგლებში დაიჭირა. სატუარა ასეთ ჭერაში რომ ეს მუშაობდა სელექტის ტრიალები, ესე იგი კიდევ ერთხელ დამტკიცა რომ ძალიან მაგარი ტრიალაა. ჯოხი ძალიან ბევრ ვიდეოში მაგვდა ისედაც იცით. შევეცდებით შემდეგი თევზაობა გადავიღო ცოტა ალბათ ისე მდინარეზე და იმედია უფრო კარგი ჭერა შეგხვდება და ესეთი საწვალებელი არ იქნება არა და ესეთ ბუნებაში რო თევზი არ არის აქ თევზაობა უნდა მოგბეზდეს ისე უნდა იყოს და ასე აქ საერთოდ არაფერი არ არის. და ეგ არის რავი სირცხვილია უბრალოდ. აბა დროები და წარმატებები ყველას.